ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე შემოგვიერთდა. მშვიდობის მამე დავით დაგლოცეთ. თავდაპირველად რა თქმა უნდა გისამძიმრებთ მისი უწესრობის გარდაცვალებას. მამე დავით, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ და გავხსენოთ ის პერიოდი, როდესაც მისი უწმინდესობა იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი და თქვენ სტუდენტი. როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა, როგორი იყო დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, როგორც რექტორის სტუდენტთან, რაზე ამახვილებდა მეტწილად ყურადღებას და როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა? ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ამ დღეებში უამრავი რამ დაიწერა, უამრავი რამ ითქვა პატრიარქის შესახებ, ჩვენი უწმინდესის შესახებ და რა თქმა უნდა, არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული შეხება ჰქონდათ მათთან. და მე არ მევეკუთვნები ამ ადამიანების რიცხვს სამწუხაროდ, მაგრამ მეც როგორც ამბობენ, მეც მყავს ჩემი უწმინდესი და ჩემი პატრიარქი. იმიტომ რომ მართლა წილად ხვდა ბედნიერება, რომ იმ პერიოდში მე სწავლა, როდესაც უზენაესი მონტარესი იყო სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი. ჩვენ უნდა ითქვას თავიდან, რომ ჩვენი უწმინდესი სიყვარულმა აგვაღებინა ზოგადად ხელში ლოცვანი. მისი სიყვარულით მივედით ეკლესიაში. ჯერ კიდევ ბავშვობაში, პატარები როცა ვიყავით გურიაში, სოფელში ცხოვრობდით და თუ შეიძლება ითქვას, მე მახსოვს ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო გამოსვლა ჩვენი უწმინდესისა, არ დამამისლება არასოდეს ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ეროვნული მოძრაობა ფრთებს შლიდა, ასე ვთქვათ, საქართველოს გასათავისუფლებლად და ჩვენი უწმინდესი იყო ამ ყოველივეს ავანგარდში, როგორც ვიცით. და მახსოვს ერთ-ერთი 9 აპრილის პერიოდი იყო რაღაც აი ახლო პერიოდი 9 აპრილთან, როდესაც პირველად დავინახე ტელევიზიაში მიწვეული და ის სიტყვები არ დამავიწყდება, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ დალოცა, პირველად გავიგონე უწმინდესისაგან, რომ ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენ აუცილებლად გავივლით, თქვათ, ამ რთულ ეტაპს. და ეს იყო ჩვენთვის საოცარი ნუგეში, ის ისე მშვიდად საუბრობდა, ისე დამაჯერებლად. აი მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს კიდევ ერთი ჭირის უფალი გამოუგზავნა უფალმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ ნახეთ, როგორი ძიმე ჯვარი ერგო და როგორ ბეწვის ხიძი ატარა მართლა მან საქართველოს ამ წლების განმავლობაში. და ეს პირველი შეხება ჩვენი შეხვედრა საუნდამოდ დარჩა ჩვენს გულში. მე მახსოვს დედა ჩემი ავად გახდა ძალიან მძიმე სცენით და როცა თბილისში დადიოდა სამკურნალოდ, ჩამოქონდა ჩვენთან ამბები. და ის ამაზე გვიყვებოდა, რომ როგორ უყვარდათ უწმინდესი ადამიანებს, როგორ ნელ-ნელა იღვიძებდა სარწმუნოება და ამის თქმა მინდოდა, რომ აი ამ ყველაფერმა მოგვიყვანა ჩვენ ტაძარში. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა სასულიერო აკადემიის კედლებამდე. იმიტომ რომ ჩვენ საერო განათლებაც ჰქონდა, მაგრამ აი მივედით და რაღაცნაირად იმ სიყვარულში სულ მცირედი მონაწილეობა მაინც მივიღეთ, რასაც ერქვა მასთან კავშირი და ურთიერთობა. თქვენ რომ ბრძანეთ, რა გახსოვთო, ძირითადად პირველი რაც მახსენდება სასულიერო აკადემიაში ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში იყო მისი საოცარი თბილი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. საოცარი ისეთი განცდა ჰქონდა, რომ აი როდესაც იგი მას ჰქონდა ასეთი ჩვევა, რომ მოდიოდა დილით ხშირად ძალიან სანამ ლექციები დაიწყებოდა და გვიტარებდა თვითონ საყოველთაო ლექციას, თუ შეიძლება ითქვას, იქ დიდი კორიდორია, დიდი ფოიეა, როგორც მოიხსენებათ და ყველანი ფელზე დამდგარი იყო გამაძლიერებელი ხმის, ვინც ბოლოში იდგა ისიც უსმენდით ხვდა ბედნიერება, რომ უსმენდით მის ლექციებს, მის საუბრებს, ეს საუბარი ეხებოდა პატრიოტიზმს, სამშობლო სიყვარულს, სარწმუნოებას, თავისუფლებას, ტოლერანტობას. გარდა ამისა მოქონდა ჩვენთან მახსოვს საჩუქრები, მოქონდა საკვები. ეს იყო რაღაცა როგორც სიწმინდე ჩვენთვის იმ საკვების მიღება და მე ადრე როდესაც სწავლობდი უნივერსიტეტში, მე მახსოვს იქაც დიდი ადამიანები, როგორც იყო მაგალითად ალექსანდრე კვახარია და სხვები და მე კი ვიყავი მიჩვეული თქვათ იმას, რომ აი რას ნიშნავს თქვათ ურთიერთობა ისეთ პიროვნებებთან, რომლებიც არიან აი იმ დროის აი განსაკუთრებული ინტელექტი და განსაკუთრებული საოცარი სულიერებითაც და გონებრივი შესაძლებლობებითაც დაჯილდოებული ადამიანები, მაგრამ აი პირველად მახსოვს, როდესაც შეხება ჰქონდა აი უშუალო უწმინდესთან, იყო ასეთი შემთხვევა, რომ იყო ესეთი პერიოდი,
რომ გაჩნდა შესაძლებლობა რომ ირანში იმ დროინდელს ირანში ფერინელებთან რაღაცა ურთიერთობისთვის წასულიყავით. თითქოს იყო ამის შესაძლებლობა და მე როგორც თქვა აღმოსავლეთ მცოდნე რომელსაც დამთავრებული მქონდა ეს მოვიაზრებოდი ერთ-ერთ წამოსვლელად და მაშინ მქონდა სიონში შეხება უწმინდესთან მე მახსოვს შეგვიყვანა ეს იქ და აი იმის გამო ზეგან რომ დავიწყე რომ იგი მქონდა მეთქი ურთიერთობა თქვა იმ ადამიანებთან რომლებიც ძალიან უშუალო იყვნენ ჩვენთან მეცნიერებთან და ასე შემდეგ მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება რომ თქვა შევსულიყავი უწმინდესთან როცა ასეთი ამხელა ამბავი წყდება მარტო არ უნდა წავსულიყავი რა თქმა უნდა იქ რამდენი ადამიანი კიდევ მოიაზრებოდა მაგრამ აი ამ დროს თვითონ მოიხედა მახსოვს და მე ახეთ მკითხა რომ თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და მე მაშინ რაღაც იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის რომ აი ასეთი რაღაცა გამოუცდელი ყოველნაირად პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი მე ზუსტად არ მახსოვს და აი როდესაც აი თვითონ ასეთი დონის პიროვნება აქეთ გეკითხება და თქვა შენს რჩევას გეკითხება შენს ეს იყო რაღაცა მართლაც იმ ხაზის გაგრძელება რომელიც მოდის აი ჩვენი სახელოვანი დიდი წინაპრებიდან დიდი მეცნიერებიდან დიდი საზოგადო მოღვაწეობიდან და რა თქმა უნდა ეს რაღაცა ის მისი უშუალო დამოკიდებულება იყო ჩვენთვის ყველაზე მეტად თვალშისაჩემი თან მე მახსოვს ის პერიოდი როდესაც ის გვეუბნებოდა რომ დაწერეთ თემები და გვაწერილებდა ამ თემებს და თვითონ უსმენდა თითოეულ თემას ეს იყო თემები ძირითადად ერთხელ დავგამუშავები ნამდვილად და წაგვაკითხა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, განწყობის ფსიქოლოგია რა არის ასეთი. ეს ყველას მოგცა დავალება რომ წავიკითხა ეს წიგნი და შევიძინეთ და წავიკითხეთ და ამ თემებს გამუშავებინები და ამ მიმართულებითაც მახსოვს ერთხელ რომ თევა დავწერე და წავიკითხეთ ჩემი თემა, ცოტა ხანი გაჩერდა და თქვა რომ კარგია, მაგრამ ცოტაო. და რაღაცა ეს რაღაცები მახსოვს, აი მე ნატრობ მართლა იმას, რომ შენს მეგობრებთან ერთად როგორ ვიდექით და როგორ უსმენდით მას, აი ერთი დღით მაინც დაბრუნდებოდეს ის მდგომარეობა, აი როგორი ბედნიერები ვიყავით მაშინ და როგორი სხვანაირები. აი გარდა ამისა კიდე მქონდა ასეთი შეხება კიდე ჩვენს უწმინდესთან, აი როდესაც ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა ჩამოაბრძანეს მახსოვს ვინც იყო იმ დროს ვინც სწავლობდა ის დამეთანხმება ხატი უკრაინიდან თუ არა ვწდები ეს იყო მშვიდობის ხატი ასეთ სახელი და მითხრეს რომ გადააბრძანეთ ეს ხატი საპატრიარქოში და მე და ერთმა სტუდენტმა ասეთ არ ვიცი რომ დღესაც არ ვიცი ვინ იყო ის კაცი მოვკიდეთ ამ დიდი ხატი იყო საკმაოდ და გადავაბრძანეთ ხელით საპატრიარქოში და გითხრეს აი ზემოთ ახვალთო და იქო დააბრძანეთო და რომ დავაბრძანეთ ეს ხატი იმდენად მომხიბლა იქაურობა მიყო რაღაცა სიძველეები, საოცარი ძველი ხატები. გავჩერდი, აი გაუგნებული ყურებდი ამ ყველაფერს და ეტყობა ეს მეორე ახალგაზრდა და წავიდა და შემორჩი ამას გაუგნებული ამ ყველაფერს უყურებ თვალს ვერ ვაცილებ და რაღაცა მახსოვს როგორი ფრთხილი, საოცარი რაღაც ისეთი შეგრძნება რომ ვიღაცამ აი თბილად ხელი დამადო ხარზე და რომ მოვიხედე ყველაფერს მოველოდი უწმინდესის გარდა და თან ახლა უწმინდესი ჩემთვის არის დიდი არა მარტო სულიერად არამედ ფიზიკურადაც და უცებ ხედავ რომ აი რაღაცა ესეთი როგორ გითხრათ აი თბილი კეთილი მოხუცი აი სათნო და რაღაცა არ ეცვა ესეთი რაღაც რა თქმა უნდა წირბაზე რომ იმოსებიანი მითხო არ იქნებოდა იქ ხო რაღაც ესეთი შინაურულად ესეთი თბილად ეცვა რაღაცა კაბა და ისე გამოხატა რაღაცა რამდენიმე სიტყვით სიყვარული, პატივისცემა და ალოცვა. მე ისე მომერიდა ისე შემცვა, რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად აი მორიდებისაგან მალე დავტოვე იქაურება და მე სულ ნანობდი რომ აი რატომ არ გავშედი რამდენიმე წუთი მაინც რომ ალბათ რას მეტყოდა და რაღაცა ეს სიტყვები ყოველთვის დავამახსოვრდებოდა ალბათ, მაგრამ თუნდაც ის რამდენიმე წამი საკმარისი იყო იმისათვის რომ გეხილა ადამიანი რომელიც იყო შენი მშობელი რომელიც თითქოს აი უსიტყვოდ ხვდებოდა თქვა რა გიჭირდა რა გილხინა თუნდაც ის ერთი ხარზე ხელი დადება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ დროს იმიტომ რომ ჩვენ იმ დროს როცა ადამიანი იცვლის ასეთ მიმართულებას ცხოვრების ზეულს მიდის უკვე სრულ სხვა გზაზე ეს ნიშნავს იმას რომ მას უკვე
გულია რაღაცა ქარტეხილების ცხოვრებაში მარტივი არ არის თქო თქვა ამ მიმართულებაზე ფიქრი და წასვლა და ამ დროს ძალიან ბევრია განსაცდელი და თუნდაც ის რომ ჩვენ აი ასეთი ადამიანების ფრთებქვეშ აი ესეთი ადამიანის ვიზრდებოდით მისი წყალობით ასე თქვა იქ გვაჭმევდნენ გვასმევდნენ გვაძინებდნენ ოღონდ ისწავლეთ ოღონდ იმეცადინეთ და ყველა პირობები იყო შექმნილი რა ვიცი ალბათ მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენ მამაყურებელმა ძალიან კარგად იცის უწმინდესი დამოკიდებულება სწავლა განათლების მეცნიერების მიმართ განსწავლა განათლების მიმართ აი თითქოს ისეთი ადამიანები რომლებიც არ გვაძლევდა უფლებას რომ აი ხელი ჩაგვექნია რაღაცა ისე უკან მივტრიალებული ყავით ისე საერო ცხოვრებისკენ სულ მოგვიწოდებდა წინსვლისკენ და აი ის რომ თქვით ჩვენ რომ აი იქ მართლა ყველა პირობა იყო შექმნილი იმ დროისათვის რომ გვესწავლა გვემუშავა და მაგრამ განსაკუთრებით მადლობელი ვარ მე იმისთვის რომ იქ მე ცხოვრების მეგობრები შევიძინე და ყველაზე ძვირფასი წლები რა თქმა უნდა იქ ავატარე და გარდა ამისა უწმინდესთან დაკავშირებით კიდე აი რა თლიანად აი ჩემთვის ჩვენი ოჯახისთვის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაკავშირებული არის თავისუფლებასთან თავისუფლების იდეასთან რწმენასთან მე მახსოვს უწმინდესი სიტყვები რომელსაც უცდილობ რომ ჩემ შვილებს უთხრა ჩემ ბავშვებს უთხრა ჩემ მოსწავლეებს რომ ძალიან ბევრი სიტყვა აქვს რა თქმა უნდა მას დატოვებული მაგრამ ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა რომელიც ასე გვეუბნება ჩვენ და გვმოძღვრავს რომ აი სამი რამ არ უნდა გააკეთო ადამიანმა ცხოვრებაში ერთი რომ აი განსაკუთრებით არ უნდა მისტიროდე წარსულს ხომ ზედმეტი მწუხარება არ ვარ გამწარსულისათმის და ესე იგი რაც შეეხება მომავალს ხომ აი მომავალზეც რაღაცა განსაკუთრებული ზედმეტი რაღაცა სენტიმენტები და ზედმეტი იმედები არ უნდა დავამყარო რაღაცა განსაკუთრებით იმაზე რომ კიდე თუ რა დაგეგმო მომავალში მე ასე მინდა ესე მინდა და განსაკუთრებით კიდე ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო აწმყოს იმიტომ რომ აი რაღაცა ისეთია როგორც გვეუბნებოდა ნახეთ აი წარსული თითქოს არის და არც არის და უკვე წასულია მომავალი ჯერ კიდევ არ დამდგარა ხო და ჩვენ რაღაცა რაც წასულია და რაც არ დამდგარა იმაზე ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ როგორც წესი და ამ დროს ხელიდან გვისხლდება აი რაღაც ასეთ რაღაცებზე გვაფიქრებ და მახსოვს კიდე მისი სიტყვები რომელიც არ დამავიწყდება რომ როდესაც გლანძღავენ როდესაც შენზე ცუდს ამბობენ დადუნდი და დაელოდე უფალს უფლის პასუხს მისი უწმინდესობის სიყვარული ის თუ როგორ უყვარდა მას სამშობლო ქართველიერი და არა მხოლოდ მთელი საქართველოს მოსახლეობა განურჩევლად იმისა თუ რომელი მწამსის და ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა ამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველას ძალიან კარგად ახსოვს მისი სიყვარული და სწორედ ამ სიყვარულის საპასუხოდ გამოვლინდა ამ დღეებში საზოგადოების მხრიდან უწმინდესის მიმართ უდიდესი სიყვარული ამ გლოვასთან ერთად თანამედროვულად დიდი სიხარულიც გვქონდა და გვაქვს იმისა რომ ასეთი ერთობა ასეთი ერთსულოვნებას უფევს ჩვენს ერში ის რაც უწმინდეს ყოველთვის სურდა რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანებულიყო და ერთსულოვანი ყოფილიყო. ამ დღეებში ჩვენ ეს ყველაფერი ვიხილეთ და მაგალითია ეს ყოველივე იმის რომ უწმინდესის სიყვარულის დამსახურებაა ეს ყველაფერი. თქვენ უწმინდესისგან როგორც სულიერმა მოძღვარმა, როგორც პედაგოგმა რა შეიძინეთ და რა დაიდეთ მაგალითად ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმთავრესი არის ეს განათლებისკენ ასე ვთქვათ დაფასება განათლების ცოდნის და მაგრამ მიუხედავად იმისა რომ აი თქვენს იმაზე გამახსენდა ხა თქვენს კითხვაზე მე როდესაც აი ბავშვობიდან ასეთი სითბო და სიყვარული მოდის ამ პიროვნებიდან უშუალოდ ხო და მე მესიზმრებოდა მახსოვს განსაკუთრებით მძიმე პერიოდში ჩემი ცხოვრების საუწმიდესი და სულ აი მისი აი დანახვაც კი სიზმარში ჩემთვის იყო დიდი დალოცვის რაღაცა მომცემი მაგრამ ამავე დროს მასწავლა რა აი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი ახლა არის თუ მოვასწრებ უცებ ვიტყვი აი სულ ახალმისული ვიყავი აკადემიაში პირველი კურსი იქნებოდა და ტარდებოდა რაღაც ის პერიოდი იყო 12 სახარებას რო გითხულობენ სასულიერო პირები აღდგომის პერიოდი რომ არის და მალე რომ მოდის აღდგომა და
ის ამ დროს როდესაც ყველას თავის საკითხავი აქვს, სიონში ვიყავი ეს მიყდრობილი თქვა სვეტის და ხედავ რომ ამ სასულიერო პირებს შორის ერთ-ერთმა როდესაც დაიწყო სახარების კითხვა, ცოტა ისეთი თეატრალურად და რაღაცა ისე გამოუვიდა ჩემი იმდაიდვაი თვალსაჩინო და თან ტიროდა ცრემლებით და აი მე რომ მოусმენ ამას ხომ რაღაცა დამეწყო როგორი ფიქრებიცით რომ აი კაცო გასაგებია რომ შენ ესე მაგარი მორწმუნე ხარ მაგრამ რა თუნდა ამას ასეთი აფიშირება ისეთ ფიქრები მეწყება ახლა და ვერევი ამ ფიქრებს რომ ყველამ შეულებრივად წაიკიდა და შე რა გაქვითინებს და რაღაცა ისეთ იმაში ვარ და უცებ უწმინდესი რომიდანაც ყოველთვის სითბოს სიყვარული მოდის და ყოველთვის დალოცვა მიყურებს ისეთი გაბრაზებული სახით აი ცხოვრებაში რო არ მინახავს თვითონ ესეთი და ფიქრობ რომ კაცო ახლა მე ეს კაცი მე მიყურებს ეს თუ მე მიყურებს და ახლა ჩემ მაზრებს კითხულობს ვაი მე ვფიქრე ვიხედები არავინ არაა ჩემთან. ნამდვილად მე მიყურებს. აი თუ ვეღარ უსწორებ უკვე თვალებს, აი თვალები დავხვალე, კიდე მე მიყურებს. და ძალიან ისეთი ნაწყენი საკეთ. აი, ოღონდ როგორი ნაწყენი, ეს მამა რო გაუნაწყენდება შვილს და სავალებში წერია ყველაფერი რომ აი რატო ფიქრობ, რატო ფიქრობ, რატო მაძლევ შენს თავს უფლებას ასე იფიქრო და მაგრამ მაინც ვიფიქრება. და მე ავედი და ბიჭებს ვკითხე რომ ვინ იყო მეთქი ეს მღვდელი მეთქი ასე რომ რაღაცა განსაკუთრებით რომ თითქოს კითხულობდა მეთქი და იცით მე დღემდე არ ვიცნობ სახელიც არ მახსოვს მაგრამ მომიტევოს მისმა სახელმა და მისმა სულმა თურმე ეს ადამიანი ძალიან მძიმედ იყო იმ დროს რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და იმ დროს აი იმ მომენტში როცა ისე ტიროდა მართლა ტიროდა ეს ადამიანი და უწმინდესმა როგორც მე მითხეს ჩააცვა მაგ იმ დროს ასე განსაკუთრებული სიწმინდე რომელიც ღვთისმშობელთან იყო დაკავშირებული და თურმე ადამიანი რას განიცდიდა რა მდგომარეობაში იყო და მე ამ დროს რას ვფიქრობდი და ეს იგრძნო უწმინდესმა და აი რაღაცა ამაშვილურად მითხრა რომ ეს არ შეიძლება და აი როგორც პედაგოგს აი ეს გამახსენდა უცებ რომ მე ვცდილობ მე ამიტომ გამომდინარე ბავშვებს უთხრა რომ აი ნუ გააკეთებენ დასკვნებს სანამ არ იციან რა ხდება სინამდვილეში ადამიანებზე. დიდი მადლობა. გვანძლოთ მამდავით მოგზაურობისთვის, უწმინდესის გახსენებისთვის. თქვენ გიშევახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლავთ ყოველწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე.